მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველო. დღეს კვირა დღეა, საღამოს 8 საათი და ჩვენ ღვთის მადლი და თქვენი კეთილი ნებელობით კვლავ გვაქვს ერთმანეთთან საუბრის საშუალება. უწინარეს ყოვლისა, თქვენ და სრულიად საქართველოს მინდა მოგილოცოთ გიორგობის დიდი დღესასწაული, რომლის მიმართაც მე ცალკე ლოცვაც დავწერე, მისი საგალობელიც და აი ამ საგალობლით და ამ ლოცვით დაგემშვიდობებით დღევანდელ დღეს, მაგრამ მანამდე მე მინდა ჯერ როგორც ყოველთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ყურადღების, გამოხმაურების, კეთილი სიტყვების და შეფასებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმიტომ რომ როდესაც სულის თემას ეხები, ის ძალიან საფრთხილოა. ადრეც თქვი და კიდევ გავიმეორებ. შეიძლება შენი ერთი სიტყვით ადამიანი გადარჩეს, შეიძლება ერთი შენი სიტყვით ადამიანი დაიღუპოს. ამიტომ თუ თქვენ ეს მოგწონთ და უსმენთ ჩემს გადაცემებს, ქეთს გიხრით სიყვარული და პატივისცემით. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ საუბარს. როგორც ყოველთვის დავიწყებ ღვთისმშობელზე, რომ მან გვაკურთხოს და ლამაზად წარიმართოს ჩვენი დღევანდელი დღე. ღვთისმშობელ მარიამის მამას სახელად იოაკიმე ერქვა. წარმოშობით კი მეფე დავით წინასწარმეტყველის ტომიდან იყო. მის მეუღლეს ანა ერქვა სახელად. მათ სიბერემდე არ ეყოლათ შვილი. მოსეს რჯულის თანახმად შვილიერ დედას დიდი პატივი მიეგებოდა, რასაც მოკლებული იყო უშვილო დედა. იოაკიმე და ანა გამორჩეულნი იყვნენ როგორც პატიოსანი სიტყვითა და საქმით, ისე თავიანთი წარმოშობით. იოაკიმე იყო იუდას და დავითის სამეფო ტომიდან, ხოლო ანა აარონის სამღვდელო ტომიდან. დავითის შემდგომ გარკვეული ხნის შემდეგ იუდას და ლევის ტომები, ანუ სამეფო და სამღვდელო ტომები ერთმანეთს შეერივნენ. ეს წერია როგორც იოაკიმეს შესახებ, ასე იოსებზეც, რომელსაც წმინდა ქალწული მარიამი მისთხოვდა. ამიტომ მართალია იოაკიმეს ნათესაობა დავითის ტომისად იწოდებოდა, მაგრამ სინამდვილეში მისი ბუნებითი წარმოშობა ორმხრივია: სამეფოც დავითისა და სამღვდელოც მოსეს რჯულისა და ლევის მხრიდან. სწორედ ლევის სამღვდელო ტომისა იყო ანა, დედა მარიამისა. რა კი იოაკიმე და ანა არიან სამეფო და სამღვდელო ტომისანი, ღვთისმშობლის ბუნებითი წარმომავლობაც ორმხრივია. მარიამის ამგვარი წარმომავლობა იმის მომასწავლებელი იყო, რომ მათი შვილისგან იშვებოდა ღმერთი და კაცი. ეს ძვირფასი სიტყვები, ჩემო ძვირფასებო, ეკუთვნის ღირს მამა მაქსიმე აღმსარებელს და დიდება უფალს აი ამ ადამიანის ქვეყნად მოვლენებისთვის, როგორ დაწვრილები და ლამაზად განგვიმარტა ყველაფერი. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ ჩემ თემის, ასე ვთქვათ, გაგრძელებას, ის შეეხება ერთ უბრალო პატარა ცხოვრებისეულ მომენტს. თურმე ერთ კლასში მასწავლებელმა ჩაასხა ჭიქაში წყალი, ესე გაწია წინ და მოსწავლეებს აჩვენებს და ეკითხება: როგორ ფიქრობთ, რას იწონის ეს ჭიქა? კლასს გამოცოცხლება დაეთყო. ზოგმა თქვა: დაახლოებით 9 კილო, ერთმა 300 გრამი, მეორემ 400 გრამი. კი, მართალია, მასწავლებელმა უთხრა, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ეს არც ისე დიდი წონაა. ჭიქა მსუბუქია. და ახლა მე კითხვა მაქვს: რა მოხდება მე თუ ეს ჭიქა-წყალი რამოდენიმე წუთის განმავლობაში მეკავება ხელში? არაფერი. გასცეს პასუხი მოსწავლეებმა. ნამდვილად რომ ცუდი და საშინელი იქ არაფერი არ მოხდება, დაეთანხმა მასწავლებელი. იმიტომ რომ ჭიქა-წყალი არც ისე მძიმეა. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც მე ამ ჭიქა-წყალს
აი ესე გამოვიწვდი წინ და დაახლოებით 2 საათი მეკავება ხელში. დაიღლებით. ხელი კი გეტკინებათ. ჭიქა მძიმედ მომეჩვენება? კი, ჭიქაც მძიმედ მოგეჩვენებათ. კარგი. აბა მთელი დღე თუ მეკავება ხელში? მაშინ ძალიან დაიღლებით, მასწავლებელო, შეიძლება ხელი იმ დონემდე აქტივდეთ, რომ პარალიზებულიც იქნას დაძაბულობისგან. მართალია, მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჭიქის წონა შეიძლება იმით, რომ მე მთელი დღე მეკავება თუ უბრალოდ ერთი რამოდენიმე წუთი ხელში. მოსწავლეები უკვე დაიბნენ. არა, რატო უნდა შეიცვალოს ჭიქის წონა? აბა მაშინ მითხარით. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ხელი არ დაგვეხალოს? და ამ დროს ერთმა მოსწავლემ ხიარულად წამოიძახა. აიღეთ და დადგით მაგიდაზე ჭიქაწყალი. რაღა თქვენ გეკავოთ, მაგიდას ეკავოს. ზუსტადაც მასწავლებელმა თქვა. აი ეს ამბავი მე თქვენ იმიტომ მოგიყევით, რომ მინდა გაგაცნოთ ცხოვრებისეულ სიძნელეებთან შებრძოლება. საკმარისია პრობლემაზე რამოდენიმე წუთი ვიფიქრო, ის სულ გონებაში დაიწყებს შენთან ტრიალს. თუ მასზე მთელი ნახევარი საათი და მეტიც იფიქრებ, პრობლემა დაიწყებს შენს შიგნით შეთრევას და მოგეჩვენება ძალიან მძიმე და ძალიან გადაულახავი. მაგრამ შენ თუ მასზე მთელი დღე იფიქრებ, შენს პარალიზებას მოახდენს. შენ უფლება გაქვს, კი ბატონო, და საჭიროც არის, რომ იფიქრო პრობლემაზე, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქრო, რომ ამით მისი სიმძიმე შეიცვლება თუ არ შეიცვლება. ხო და ამიტომ აი როგორც ახლა თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, ზუსტად ასევე უნდა იფიქრო და მონახო ამ პრობლემის გადამწყვეტი გზა თუ არა და საერთოდ გვერდზე გასწიო. და მეთანხმებით ძვირფასებო, რომ ეს ძალიან საინტერესო ამბავია, მართლაც მე თქვენ სხვა დროს გაგაცნობთ, მაქვს მე და სხვათა შორის ვამზადებ უკვე, რომ უნდა გამოიცეს წიგნი ჩემი ნააზრები და აი იქ მაქვს ერთი ასეთი ცხოვრებისეული ისტორია, რასაც ქვია ცხოვრება და ზღვა, აი როგორ მაქვს ცხოვრება ზღვასთან შედარებით, როგორ ითრებს ეს ზღვის ტალღები ადამიანს და რას უქადის მას, აი ამას ჩვენ გავეცნობით მომავალში. მაგრამ ვიდრე ჩვენ ვკითხულობთ გარდატეხის ასაკში მყოფ ყმაწვილს, ჯერ ჩემი ნაზრების კითხვას არ დავიწყებთ. და მინდა მოგეფეროთ ჩემო ძვირფასებო, ჩემი ერთ თარგმნილი ღირსი ეფრემ ასურის ფსალმუნით. ნეტარ არს კაცი, რომელმან მარადის უფალთან ზიარებითა სრულად იხსნას თავი თვისი, ყოვლისაგან მიწიერისა და მხოლო სახიერი და მოწყალე ღვთისა სიყვარულითა ძლევდეს ამაოებასა, ამასოფლისასა. მე მგონი ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირშია. ახლა გავაგრძელოთ აბეზარი და ჭირვეული ყმაწვილის კითხვები და აზრები. რას ეუბნება სულიერი მოწყარე? შვილო, სულიერი მოწყრის მენა და რჩევის შესრულება ერთია, ხოლო სულიერ თემებზე საუბარი სულ სხვა. და შენ ამას ნამდვილად რომ სწორად აღიქვამ. მისი რჩევები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა სრულდებოდეს. სულიერი საუბრები კი არ გავალდებულებენ შენ. თანახმავარ იმის, რომ ამჟამად შენთან მიმოწერა უკეთესია, რასაც ნამდვილად ვაკეთებთ და არა იცხოვრო მოძღვრის მკაცრი ხემძღვანელობით. ამისთვის შენ, როგორც სარწმუნოდ აღნიშნე, ჯერ არ ახარ მზად. ამჟამად მიმოწერა გაქვს ჩემთან.
იძლევი კითხვებს და ღებულობ პასუხებს. ჩემი აზრით დღესდღეობით მეტი არ გჭირდება და თუ როდისმე შეიგრძნობ სულიერი მოძღვრის აუცილებლობას, აუცილებლად იპოვი კიდეც მას. სანამ არ მიხვალ დიდ მოთხოვნილებამდე, სულიერი მწყემსი ნამდვილად არ დაგჭირდება. ხომ ცხადია, რომ თუ ადამიანი მოძღვრის ყურვილს არ შეიგრძნობს, ის არ შეასრულებს მის რჩევებს და მათი ურთიერთობა და მით უმეტეს კავშირი უაზრო იქნება. რწმენას კი ადამიანები სხვადასხვა გზებით მოიპოვებენ. ზოგიერთი ყოველგვარ ძიების და მაძიებლობის გარეშე ღებულობს თითქოს დაიშვნენ ურყევი და მტკიცე რწმენით. სხვებს კი რწმენისკენ მიმავალი ხანგრძლივი, ეკლიანი, ეჭვიანი, მერყევი დაცემა აღდგომებით ახსავსე გზების გავლა უწევთ. გზა მრავალია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გზის ბოლოს ადამიანი მივიდეს ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობამდე და მოიპოვოს სასურველი ხსნა სულისა. როცა ადამიანი მტკიცე რწმენას შეიძენს და გაუჩნდება მოთხოვნილება სულიერი ხელმძღვანელისა, ღმერთიც გამოუგზავნის. ამისათვის კი საკმარისია გულითადი ლოცვა უფლის მიმართ. შეიძლება დამოუკიდებლადაც ეძიოს სულიერი მწყემსი, მაგრამ ეს გზა უფრო მეტად რთული და განუსაზღვრელია. ღმერთის დახმარებით ყოველივე უფრო იოლად გვარდება. მე არასოდეს მithქვამს შენი დედისთვის, რომ მისთვის საჭირო რჩევებს თვით ღვთისგან ვღებულობ. მე არა ვარ წმინდა ბერი, რომ ასეთი სახით მივიღო რჩევები. კი, ვარიგებ მას წმინდა წერილის და მამათა ნაშრომების საფუძველზე და არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ძალიან სასარგებლოა მათი გამოცდილება. დედაშენი გარემომცველ სამყაროს ხედავს რეალურად. ის არ არის მიდრეკილი ეგზალტაციისკენ და სრული გონიერებით აფასებს მიღებულ რჩევადარიგებებს. არა ხარ მართალი, როცა ფიქრობ, რომ დედაშენი ხიბლშია. ყოველი საღად მოაზროვნე სულიერი მოძღვარი ცდილობს ხიბლისგან დაიცვას თითოეული მასთან რჩევადარიგების მისაღებად მიცული ადამიანი და ასევე მეც ყოველთვის ვაფრთხილებ იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ ჩემ რჩევადარიგებაში არის ალბათობა იმისა, რომ არ ეთანხმებოდეს ღვთისნება ამას. სულიერი მწყემსი თავის რჩევადარიგებას სულიერი ცხოვრების საერთო კანონებზე აფუძნებს. ის ცდილობს თითოეული მათგანის კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებისთვის მისადაგება. არადა ამ დროს სულიერმა მწყემსმა შეიძლება ადამიანის ცხოვრების შესახებ აბსოლუტურად არ იცოდეს ყველაფერი. თუმცა არც კაცმა შეიძლება არ იცოდეს საკუთარ თავზე ყველაფერი. ამიტომ რაღა უნდა ითქვას სულიერ მოძღვარზე და როგორ შეიძლება რომ მხოლოდ მისი რჩევა იყოს პრობლემის ერთადერთი და სარწმუნოდ გადამწყვეტი? ყოვლის მხედველი მხოლოდ არის ღმერთი. მხოლოდ მან იცის სრულიად ადამიანი, მისი ცხოვრება და ყოფითი პრობლემები. მხოლოდ ღმერთს ძალუძს მისთვის ერთადერთი სწორი პასუხის გაცემა. ამიტომ არის ასეთი ერთობლივი ლოცვა. სულიერი მწყემსის მისმი სულიერ შვილთან ერთად იმაზე, რომ უფალმა მისცეს სულიერ მწყემს აუცილებელი სიტყვა და რჩევა დარიგება და თუ ორივე გულმოდგინედ ლოცულობს, მაშინ უფალი ადამიანის ცხოვრებას ყოველგვარი რჩევა დარიგების გარეშე მოაწყობს. და თუ ის რჩევა დარიგება არასწორი იქნება, აუცილებლად გამოასწორებს უფალი და აღავსებს მას თავისი ყოვლადწლიერი მადლით. მოზარდის პასუხი. კი, მაგრამ თქვენ საიდან იცით ვეწევით თუ არა სულიერ ცხოვრებას? უბრალოდ არ მიყვარს დედასთან მსგავს თემებზე საუბარი. აი, მან გადაწყვიტა, რომ მე მხოლოდ მატერიალისტი ვარ და ალბათ მოგიყვათ კიდეც ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, მე არ ვცხოვრობ თქვენი მსგავსი ცხოვრებით, მაგრამ ამისთვის ხართ მღვდელი, რომ იყოთ სულიერი ადამიანი. თუ ოდესმე გავხდები მღვდელი ან წავალ მონასტერში, მეც დავიწყებ სულიერ ცხოვრებას. ახლა კი, ჩემი აზრით, არც ავარ ვარლებული განსაკუთრებით ვიძირებოდეს სულიერებაში, მე ჯერ მიწიერი ცხოვრებაც არ ვიცი ხეირიანად. მომეცით საშუალება, ჯერ ის ვიცოდე კარგად და ამის შემდეგ უკვე თვითონ გადავწყვეტ, რომელი ხარისხით გავხდები რელიგიური ადამიანი. აი, ჩემო ძვირფასებო, რბილად რო ვთქვათ,
როგორ ეკაპუნება, ასე ვთქვათ, ჭირვეული ბავშვი სულიერ მოწყარს. მაგრამ თქვენ წერილების დასასრულს ნახავთ რა საოცრება მოხდება. მანამდე კი მე კვლავ მინდა წარმოგიდგინოთ ამბავი კეთილიდან ალექსად თქმული სახარება. დღეს გავეცნობით მე-9 სახარებას, რომელიც დაიწერა იგავი მთესვარის შესახებ, იმის და მიხედვით. ისმენ, გარნა ვერ შეისმენ ძმაი შენი, რასა გეტყვის. რა იგითხრა მის სიტყვისთვის, ვინც არს შენიც მისი ღმერთი. ვერ შეისმენ, რადგან მხოლოდ საკუთარი გულის გესმის, ვერ გექნება თანაგრძნობა აზრებით თუ სულ სხვას ეტრფი. იმისთვის რომ ყველას ჩვენი სულის შესაფერი გვარგოს, იგავებით გვეტყვის ღმერთი ჭეშმარიტსა ესრედ გვამცნობს. რომ გამოდის მთესვარი და თესავს დღესაც კაცთა გულში, იმისთვის რომ არ ვისქონდეს სამდურავი თავის სულში. რომ ბრალი არს მისი გულის, არ მთესვარის მისი თესლის, ნავში მჯდომი ქრისტეს ბაგით, ეს სიტყვები მის ყურს ესმის. 4 არსა თესვის სახე, ყველამ გულში დაიმარხეთ. ვისაც ესმის შეისმინოს, თვისი საზრდო შეითვისოს. ნიადაგი პირველი არს გზად კეპნილი შენი გული. თესლისათვის არ ივარგებს მისი კვალი ანდახნული. რადგან მოვლენ ფრინველები ცაში მწყობრად აკინძულნი, გაგტაცებენ თესლს და იმედს დარჩები ხელმოცარული. ქვაღორღიანი არ სხვაი, თესლებისთვის ძალზედ მშრალი. არ არის მასში ის გარემო აღორძინდეს იღოს მადლი, რადგან არც ასინესტე არს, არც მაცოცხლებელი წყალი, შენი გული ასეთია? არა დასდოს სხვასაბრალი. მესამე არს ყოვლით კარგი, ნიადაგიც მშვენიერი, მადლიანი, ნესტიანი, ნოყიერი და ფხვიერი გარნა. ჩაგისაფრდებიან სარეველნი და ცბიერნი, არ მისცემენ გასაქანსა, ღმთის თელს ზაკვრის ნაშიერნი. მათზე სწრაფად აღორძინდნენ, არ მიუშვან მზის სხივები და ჩაახშონ თესლნი იგი, რომ დატოვონ კვლავ მშიერნი. მე-4-ს კი მოგახსენებ, საოცარი არის ხნული, თესლი იქ კი გაიხარებს და თუ ასეთი გაქვს გული, გამოიღებ ნაყოფს უხვად, მოსავალი გექმნეს სრული, შენს იხარო ვერ გძლოს კრულმან სხვებიც იხსნა და ჩაგრულნი. ვერას მიხვდნენ ნათქვამს მისას, რადგან არა ესხათ ყური, ვერას მიხვდნენ გულს შეედვად, რომ გაიგონ უცნაური. ხვალისათვის შევინახოთ ქრისტეს თქმულის განმარტება, მანამდე კი მოგცეთ ღმერთმა კურთხევა და გახარება. ასე რომ მეორე გადაცემაში მოვისმენთ რა გააგრძელა შემდეგში ქრისტემ. ჩემო ძვირფასებო, მე მაქვს ესეთი რამ კიდევ დაწერილი, რომელიც შევიდა აი ამ ძვირფას წიგნში. ძვირფასი არა იმიტომ რომ ჩემი, არა, რაც მასშია აღწერილი. ის არის ძვირფასი, ეხება წმინდანებს, ეხება ჯვარს და ეხება უფალს. ჩემი ხოტბა და საგალობელი ჯვარს. არის რამოდენიმე სტროფი და მე ამ სტროფებს წაგიკითხავთ. საქართველო, ვაზი, ზვარი, გოლგოთა და ქრისტეს ჯვარი. სულით ამ 7 და ხორცით მრთელი, მიმყოფე ღმერთო ქართველი ერი, ჯვარი მძიმე და ტვირთი ძლიერი აკმარე, მიეც ხსნა ღვთისნიერი. ჩემთა გულის თქმათ არ უჩანს ბოლო, ვნებათა ჩემთა არა აქვს ზღვარი, მაკურთხე ქრისტე, რომ სიბრძნით ხოლო ვზიდო ვიტვირთო ცხოვრების ჯვარი. თუ შემერყარ წმენა კარგის და გამიჩნდა გულში ბზარი, კვლავ აღმადგენს 10-ჯერ 100 გზის მაცხოვარი თვისის ჯვარით. არსად არ მიყვარს თავის მართლება,
ჩემს სინდისსა ვთხოვ გასამართლებას და თუ დავმძიმდი მომაწვა ჯავრი ქრისტესა თანა მიტვირთავს ჯვარი ზომიერი წესით ცხოვრობს ვინც დაუდობნებებს ზღვარი განერი და მაცდურ ორმოს ქრისტე ღმერთის ტკბილი ჯვარით სახლი ღმერთისა სახლია ჩვენი სულთა ოჯახთა რომელთა გვშვენის ჯვარი ქრისტესი ზისხივთა მფენი ვეახლოთ წიროთ სიცოცხლის თხენი დაიწერა ჯვარის თემაზე თვით საქართველოზე აკროსტიხი სისხლი ტკივილი გოდება გლოვა არის ყოფილა კვლავ ალბათ მოვა ქართველს რადგანაც უტვირთავს ჯვარი არ დასრულდება ხვედრი ამგვარი როდესაც დაკრავს ჟამი ღვთისმშობლის თავს თუ ზე ასწევს ვინმე ამტომის ვინ იტყვის ერის სითბოს სიცოცხლის ეს ერთი მკლავდა სიკეთე ყოვლის ლამაზად ევლო წვიმაშიც თოვლშიც ო ღმერთო კმარა სიყალბით ომი ჩვენთვის რომ გეფინა გზადაგზა ყვავილი იტვირთე ჯვარი და არ იყო ადვილი სრემლებით ვიხსენებ რა გზას გაქვს გავლილი ვრწმუნდები იესო ღმერთი ხარ ნამდვილი ჯვარი რომელი გერგოძისაგან ძიმი არს ტვირთად არ არს ადვილი ცოდვათა ჩვენთა ისრებისაგან სულსა შენსასა განვალს მახვილი ეს დაიწერა ძვირფასებო მართალი სვიმეონის წინასწარმეტყველების მიხედვით, რომელმაც უწინასწარმეტყველა ღვთისმშობელს ამგვარი ხვედრი. არ დატოვო ქრისტეს ჯვარი, ნათელ ღებულს გავალია, ქრისტეს ტარიღს გულდამწვარი ეტყვის წმინდა ნატალია. ვნებისა შენის ჯვარს შეურაცხყოფს, ვინცა იმავჟამს თაყვანის ცემსო, უძლურება იჩემი შემინდე ყოვლად მოწყალე ტკბილო იესო. ჯვარი ერს და ჯვარი ბერსა, ყრმასა, ჭაბუკს, დედაბერსა, ურჩს და მორჩილს, ქვეყნიერსა, ხსნას მიმადლებს, ზეციერსა. იტყვი, ვიღლები, უკვე აღარ მსურს გაუსაძლისი ყოფა ამგვარი, უკეთურების ბედი ღბალი მშურს, ქრისტემ კი თურმე გაჩუქა ჯვარი. თუ დავეცი კვლავ აღმადგენს ორი სოფლის ხიდიც, ზღვარიც, წყალწაღებულს გადამარჩენს ხსნელი ჩემი ქრისტეს ჯვარი. კადნიერს და კრძალულს შორის არის ძალზე დიდი ზღვარი, პირველს წარწყმეთს ტრფობა ცოდვის, მეორეს კი იხსნის ჯვარი. ნუ ისრუნებ, ნუ იდარდებ, ნუ ამძიმებს შენ გულს ჯავრი, გიჭირს კარგო თუ იხარებ, სულ გახსოვდეს ქრისტეს ჯვარი. ჯვარი სულის, ჯვარი გულის, ჯვარი ხორცის, მარხვის, ლოცვის, ჯვარი წლების, ჯვარი ნების, ეს სოფელი ჟამი ვნების. და ჩემო ძვირფასებო, როგორც დაგპირდით, ლოცვით და საგალობელით დავასრულებ ჩემ დღევანდელ გადაცემას. ლოცვა დავწერე ტროპარის და მიხედვით და მე მგონი აქვს თავისი გარკვეული შინაარსი. ჩემი კონკრეტულად მიმართვა წმინდა გიორგის. ტყვე ჩვეულებათა, სათნოებათაგან გლახაკი და სნეული პატივმოყვარებითა გევედრები. შეეწია სულსა ჩემსა მეუფებად ხორცსაზე და რათა წინა მბრძოლობითა შენითა მიიწიოს მუ სადაცა გვირგვინოსანი ქრისტეს მიერ მარადის იდიდების შენ წმინდაო დიდმოწამეო გიორგი. ხილულ უხილავ მტერსსა ლახვარი ვიცით ლეგენდა მისი გმირობის ორსავ სოფელში ჩვენთვის მზად არის დაგვიცვას ერი წმინდა გიორგი. გმადლობ, გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.